დღეს ჩვენ გადავიღებთ ერთი თაობის ორ ლეგენდას. ეს უკვე მეორე ნაწილია ამ თემაზე ვიდეოების და დღეს სტუმრად გვყავს BMW S60 და Mercedes W211. სანამ დავიწყებთ, ჩემი არხი გამოიწერეთ და ახლა კი დავიწყოთ ვიზუალის შეფასება. ყველასთვის ძალიან საყვარელი S60. საქართველოში ეს ამ მოდელის კულტი არის, რასაც ქვია და მე არ ვიყავი ესე განწყობილი, ასე დადებითად ამ მოდელის მიერ. ძალიან ნეიტრალური დამოკიდებულება მქონდა მანამ, სანამ S60-ის M-ი არ ვატარე. აი, M-ი რო ვატარე, მეც ჩვეულებრივად აი ამ კულტის წევრი გავხდი, იმიტომ რომ S60-ის M-ზე ცალკე ვისაუბრებ, მაგას ცალკე ვიდეო ჭირდება. ეხლა კონკრეტულად ამაზე რომ ვილაპარაკოთ, ეს არის 2007 წლიანი, კონკრეტულად ეს მოდელები გამოდის 2003-დან ზემოთ და არის 550. ანუ მეგობრებო, ჩვენ გვაქვს 4 და 8 ძრავი. ძალიან მაგარი ძრავებია და სხვადასხვა რატომ მითხრა რომ ქუთაისში აქვს პროექტები E36-ის, სადაც ეს ძრავები დებს. და ძალიან საინტერესო იქნება მგონია ეგ პროექტის, მაგრამ მაგას რა თქმა უნდა დათო გადაიღებს, ახლა მაგას არ დამითმობს. მაგ პროექტის გადაღების იმას ვიდეოს. ხო, 36-დან ცოტა ხელშეუხებელი საკითხია ეგ. რაც შეეხება ვიზუალს. რანაირად ახერხებდა BMW იმ დროს, რომ ასეთი გამორჩეული და ლამაზი ვიზუალის მქონე ავტომობილები ყავდა ყველა სერიაში. მე-5 სერია, მე-3 სერია, მე-7, აი რა ვიცი, რასაც კი უშვებდა, ყველა სერიები და ასე ვთქვათ, ყველა კლასი იყო განსხვავებული და ძალიან ლამაზი და ძალიან დახვეწილი. შეგეწინააღმდეგ. რატო? ამ თაობის მე-7 სერია საერთოდ და ჩემი არის ძალიან ამ თაობის მე-7 სერია 38-ის მერე ძალიან მახინჯია, მაგრამ განსხვავებული ვიზუალი. აი, მაგაში ვერ შემეწინააღმდეგებ. იმ დროისთვის ძალიან განსხვავებული და რაღაცა ისეთი ავანგარდული ვიზუალი ქონდა. კატუშა! მე და კატო ვაგრძელებთ ვიდეოს. ვიზუალი S60-ის მე პირადად მომწონს. იმ დროისთვის მით უმეტეს სრულიად ახალი სიტყვა იყო ესეთი ფარები მანქანაზე. დღესდღეობით ერთ-ერთი გამორჩეული და ყველასთვის საყვარელი ვიზუალია და არ ვიცი, აი მართლა იმ დროს ავტომწარმოებლები რა მანქანებს ქმნიდნენ და რას აკეთებდნენ. საოცარი დრო იყო, დიდი შემოვნებით ვიცხოვრებდი მაგ დროში. მაშინ რო ყოფილიყავ 28 წელს ესენი რო გამოდიოდა, აი იდეალური დრო იქნებოდა ჩემთვის, იდეალური ტაიმინგი. ფარები ეს რა თქმა უნდა S60-ის სავიზიტო ბარათი და ხელწერა არის ეს ფარები, რომელიც მე პირადად ძალიან მომწონს. კონკრეტულად ეს ფერი, როგორც ვიცი, არ ვიცი, მე-3 სერიებში ყოველ შემთხვევაში ესეა მონაკო ბლუ ქვია ამ ფერს და თავარაუდოდ აქაც ეგ ერქმევა, იმიტომ რომ არის ძალიან ლამაზი მუქი ლურჯი. გვაქვს M5-ის დისკები, რომელიც მართლა ძალიან ლამაზია და ძალიან უხდება. აი, რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ეს ავტომობილი არის ევროპული. უკან მხარესაც ამ ავტომობილს საკმაოდ განსხვავებული ვიზუალი აქვს. ანუ ამ ფარების მოყვანილობა გავს დაახლოებით როგორც წინა ფარის მოყვანილობა არის. აი, ეგ რაღაც თითქოს გოგოებს რო ლაინერი უსვიოთ ლამაზად, ეგრე აქვს ამასაც. უკან ფარიც ეგეთი აქვს და მე პირადად ძალიან მომწონს. საერთოდ ჯამში ავტომობილი არის ძალიან დიდი ვიზუალით, მაგრამ აქვს ძალიან დახვეწილი და ნაზი ფორმები და რანაირად მოახერხეს ეს რომ რაღაცა დიდ ტიპს ნაზი დახვეწილი ფორმები მოარგეს, არ ვიცი, მაგრამ აი იდეალური კომბინაცია გამოვიდა. მე ძალიან მომწონს. დაემიწოდოთ BMW-შნიკი. ეხლა წამოდი სალონში ვნახოთ რა ხდება, იმიტომ რომ აი სალონზე ცოტა შენიშვნები მაქვს, ცოტა. სალონს რაც შეეხება, გვაქვს დიდი სივრცე საკმაოდ და გვაქვს ცოტა ისეთი არასპორტული და ცოტა ტაფა წინა მხარე. რაღაცნაირად თითქოს მე-3 სერიებში უფრო დახვეწილია. ხო, ყველა 36 ვერ იქნება, როგორც დათომ აღნიშნა, თითქოს მე-3 სერიებში. აი ეს მხარე რაღაცნაირად ცოტა უფრო დახვეწილია. მესმის, რა თქმა უნდა, მე-3 სერია უფრო სპორტულ კლასად ითვლება და ეს უფრო ასე ვთქვათ, ყოველდღიურ და მთლად ბიზნეს არა, მაგრამ ნახევრად ბიზნეს კლასად. ანუ გარდამავალია მე-3-სა და მე-7 სერიას შორის. მაგრამ რატო ვამბობ იცით, რომ არ არის დიდად დახვეწილი თქო, რომ გადავალ Mercedes-ზე. Mercedes ამის მერე მე პირადად ვეღარ ვიტყვი, რომ ის რა საშინელება გააკეთეს თქო, იმიტომ რომ ესეც ცოტა შუახნის ასაკის მამაკაცის ვიძიარი და ისიც არ არის მთლად ახალგაზრდული, რაღაცა იმ დროისთვის თანამედროვე არ იყო რა. რაც შეეხება საჭეს, Dynamic Drive გვაქვს ჩვენ, რაც იმას ნიშნავს, რომ თვითონ საჭის ბრუნს აკეთებს ძალიან ცოტას, მაგრამ უხობს დიდს. ანუ ოდნავ აღებითაც დიდზე უხობს რეალურად მანქანა. ეს რა თქმა უნდა კომფორტულია, ქალაქში გადასაადგილებოდ და ასე შემდეგ, მაგრამ რო გითხრათ, რომ რაზვაროტი დიდი აქვს ამ მანქანას, არა აქვს დიდი რაზვაროტი. მით უმეტეს Mercedes-თან შედარებით ის ეგრევე კეცავს და უხობს, იქ ჯერ კიდევ ძველი ტექნოლოგიები და ძველი ისინია. ამას დიდი რაზვაროტი არ აქვს, თუმცა კომფორტული არის იმ მხრივ, რომ ბევრი საჭესტრიალი არ გჭირდება და ქალაქში გადასაადგილებლად ძალიან კარგია. სავარძლები უნდა აღვნიშნო. აი, სავარძლები. ჩემი აზრით S60-ის ყიდვა ღირს მხოლოდ აი ამ სავარძლების გამო.
იმიტომ რომ ეს არის ტეხვადი სავარძლები მეგობრებო. ტეხვადი სავარძლებში რა იგულისხმება? გარდა იმისა, რომ ძალიან კომფორტულია, კომფორტულად ვძივარ, ესენი ბალიშებია, ყველაფერი და ეს ფეხი გამოდის და ყველაფერი. ეს ხო ვიცით ახლა, ბევრ მანქანას აქვს. მაგრამ ნახეთ რა აქვს. აი ჩანს რა შეიკეცება? ანუ სხვადასხვა ნაწილი მოძრაობს. ერთი ნაწილი არ არის, აი მარტო ეს არ გადადის და გადმოდის. ეს ცალკე გადმოდის. აი ამ სავარძლების გამო ღირს მარტო ამ მანქანის ყიდვა. იცით რას გავს? ადრე მახსოვს ბავშვობაში დიდარ ადამიანებს და თავმდებობის ტიპებს ედგათ ხოლმე კაბინეტში ძალიან მაგარი სავარძლები, ტყავის სავარძლები, რაღაცა დიდი რო იყო და ძალიან ძვირი რო ყვერდა. არავის რო არ ქონდა სახში, მარტო მდიდრებს რო ქონდა და არასდროს არ მჯდავარ იმ სავარძელში, მაგრამ სავარაუდოდ ეგეთი კომფორტული იქნება და ეგეც როგორც ეს არის, აი ძალიან მაგარი სავარძლები. და მარტო ამის გამო ღირს ამ მანქანის ყიდვა. აქ ჩვენ გვაქვს ლუკი და მეტი არაფერი ლუკია. და გვაქვს საჭიქეები. საჭიქეები პირდაპირ აი ამაში არის ჩაშენებული და ძალიან მინდა რომ ჩემ მანქანაზეც ეგრე იყოს, მაგრამ სამწუხაროდ მე მანქანაში საჭიქე არ მაქვს. იმიტომ რომ ჩემი მანქანა სპორტული მანქანაა და სპორტულ მანქანას საჭიქე არ ჭერთ. აი აქ აქვს საფერფლა. და აი აქ აქვს დისკის გათიშვა. და რა თქმა უნდა გვაქვს სავარძლების გათბობაც. კაი, ეხლა მოდი ძრავზე ჩავიხეთოთ. 8 ცილინდრი გუგუნებს. ძალიან მაგარი ძრავია და ძალიან მაგარი ხმა აქვს სხვა შორის. თვითონ ეს მანქანა არ არის ძალიან ყვირალა და რაღაცები არ აქვს მე პატრონის გადაკეთებული, რაც ძალიან მომწონს და ძრავის ხმა ისმის და ძალიან მაგარია. ამ ავტომობილებს ქარხნულად აქვს 362 ცხენს. სიარულში სხვა შორის აი რომ მოვდიოდი აქ ამ ავტომობილით მოვედი, ნუ ორივე თვიარე რეალურად გზაში. და ამ ავტომობილით რომ მოვდიოდი, სიარულში რაღაცა ისეთი იყო. ხლად ჩქარი ავტომობილი არ არის რა. ანუ ამ ძრავზე რა თქვა რომ ჩქარი არ არის. ჩემი 92 სახეს გავაც. მაგრამ ნუ ამხელა მასას და ამხელა ძარას საკმაოდ კარგად უმკლავდება და ძალიან მსუბუქად დადის მისი ჯანის ხარჯზე ეს ავტომობილი. ხოლო რაც შეეხება Mercedes-ს, აი წინა ვიდეოსგან განსხვავებით, ახლა უკვე ცოტა სხვანაირად უნდა ვისაუბრო რაღაცეები, იმიტომ რომ ჩემთვის პირადად Mercedes-მა ამ მოდელებში რაღაცეები დახვეწა და ძალიან მიხარია. ამ მოდელთან სხვადასხვა შეხება არ მქონია დღევანდელ დღემდე, როგორც იცით, ის წინა მამაჩემის მანქანა იყო 200-ი და მქონდა შეხება და სხვადასხვა ბავშვობაში ოჯახში გვყავდა ეგეთი მანქანა, მაგრამ 211-დან არ მქონია შეხება და საკმაოდ გავცებული დავრჩი. რა თქმა უნდა, ის აჭკარიკა და რაღაცა დიდი ბენძეყა ვიზუალი ცოტა დახვეწეს და შედარებით უფრო დახვეწილი დიზაინი გააკეთეს უკვე ამაში და უფრო კოხტად გამოიყურება, მართლა კოხტად გამოიყურება ეს ავტომობილი და რაღაცა ცოტა თანამედროვეობას ერგება, შეიძლება ახლა ითქვას, რომ ვინტაჟურ სტილში გადის. და საკმაოდ კლასიკური იქნება ამ ავტომობილის სიარული. იმით სიარული კლასიკური არ არის, ის დღევანდელ დროსაც და თაობასაც ერგება მისი ვიზუალი, ისეთი ვიზუალი აქვს. ახალგაზრდა ადამიანი ხარ, იმით რომ დადიხარ და კი შენთვის არის ის განკუთვნილი, მაგრამ ამით სიარული ნიშნავს, რომ ცოტა ისეთი ვინტაჟური ტიპი ხარ, რომელსაც გიყვარს ესეთი განსხვავებული რაღაცეები და დღევანდელ დროში მე ეს ვიზუალი მომწონს. თუმცა ერთი რაღაცა უნდა აღვნიშნოთ. იმ დროში, როდესაც ეს ავტომობილები გამოვიდნენ Mercedes-მა და BMW-მ რომ ეს ავტომობილები შესთავაზა აუდიტორიას, ასე ვთქვათ, ის რა თქმა უნდა, ჩემი აზრით ძალიან დაჩაგრავდა. ვიზუალურად ის მანქანა BMW S60 ვიზუალურად 211-ს ძალიან დაჩაგრავდა იმ დროს. იმიტომ რომ მართლა რაღაცა განსხვავებული სიტყვა თქვეს ავტომობილების ინდუსტრიაში და ვიზუალში. მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან ეს ძალიან ვინტაჟურია. ისეთი ვაიბი მოიტანა რა, მომეწონა. ეს ავტომობილი არის ჩვენი მეგობარი საბუნასი, რომელიც F-ით უკვე ერთხელ გადავიღე. არის ევროპული და აქვს ძალიან ცოტა გარბენი, 146,000 კილომეტრი აქვს ამ მანქანას გარბენი და შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი სვეჟი 211 არის საქართველოში. შესაბამისად, ჯერ კიდევ კარგად და ახლებურად მუშაობს ეს მანქანა. რაც შეეხება ძრავს, არის 3 და 5 მოცულობის ძრავი და მოდი ბარემ ძრავსაც შევხედოთ აქვე, ხო? აი ეს არ მომწონს Mercedes-ში. აი აქ რაღაცა გამოდის, ეს უნდა გამოვქაჩო. და ავწი. აქ ჩვენ გვაქვს V6 ტიპის ძრავი. ეხლა როგორც დათომ გააკეთა ის გაშარჟება, ვერა უნდა მოგეყვანა, გოგონია დაწერდით, მაგრამ არ იყო რაც გამოჩნდა ეს არის. ნუ იცით ხოლმე, ის უნდა მოგეყვანათ, ეს შენდარებას ანრიანა. მოიყვანეთ და შევადარებ ისე როგორც აქ აზრი თქვენ როგორც ვთვლით. რაც იჩითება, ასე ვთქვათ, იმას ვიღებთ ახლა და ანუ უყურეთ ან არ უყურეთ. მართალის იყო ეგ არის და მეტი რა გინდა. კაი, რაც შეეხება ამ ავტომობილს, აქვს 268 ცხენის ძალა, საკმაოდ, ნუ ნაკლები იქიდან გამომდინარე, რომ V6-ია, მაგრამ სრულიად საკმარისია ყოველდღიურად სასიარულოდ, მეტი არ ჭირდება. რაც შეეხება უკანა მხარეს ეს ავტომობილი უკან საკმაოდ ლამაზად გამოიყურება. მე მომწონს ყოველ შემთხვევაში და პირველ რიგში იმიტომ მომწონს, რომ 200-ის მერე უკვე რაღაცები დახვეწეს და ლამაზი ვიზუალი გააკეთეს და ეგ არის ყველაზე კაი, მაგრამ
გარდა ვიზუალისა ბევრი რაღაცეები შეიცვალა 200-ից მერე ამ მანქანაში, რაზეც მინდა რომ გესაუბროთ, იმიტომ რომ ვიზუალი ყოველთვის მაინც სუბიექტურია რა. შეხედავ ან მოგწონს, ან არ მოგწონს. ეხლა მე ვერ გეტყვი, შენ თუ დაუშვათ ეს არ მოგწონს, მე რაც არ უნდა გითხრა მაგარია თქო, არ მოგეწონება და ვსია, მაგით არ მინდა ბევრი ვლაპარაკი ვიზუალზე და იმიტომ ვლაპარაკობ ცოტა ის. აი, როცა უკვე ტექნიკურ მხარეზე გადავალთ, მე გეტყვით ბევრი რაღაცეები რა შეცვალეს, ეხლა წავედი სალონში. 200-ის შემდეგ ეს ყველაფერი შედარებით დახვეწეს. რა თქმა უნდა, იდეალურად არ გამოიყურება და რაღაც ციკლობს გქონდა ძალიან ბევრი ის არის, რა ქვია, ღილაკია და რა არის ეს ყველაფერი, აქ რა უნდა ამას და აქ რა უნდა ამას. კი ბატონო, მაგრამ იმის შემდეგ ხო დახვეწელია რაღაცა შეეცადნენ, ასე ვთქვათ და ეგ მომწონს ამ ავტომობილში უკვე ამ კონკრეტულ მოდელებში. ისე იმას რო შევადაროთ, იმასთან შედარებით ეს რა თქმა უნდა უარესია. BMW-ს კიდევ რაც მომწონდა და რაც არ მომწონდა Mercedes-ის, ეს ინტერფეისი, რაც თვითონ მონიტორში არის ინტერფეისი BMW-ს ყოველთვის უფრო დახვეწილი ქონდა ფერები, ფონტი, ყველაფერი რაც ქონდა გამოტანილი, ბევრად დახვეწილი იყო. მოკლედ იმ დროს BMW ვიზუალურად ძალიან მაგარ რაღაცებს აკეთებდა. დიზაინერი ყავდათ აშკარად ძალიან მაგარი. და ძალიან დახვეწილი გემოვნების მქონე ადამიანები მუშაობდნენ BMW-ს დიზაინის გუნდში. Mercedes ნაკლებად ქონდა ეგ ყველაფერი, მაგრამ ნუ ტექნიკური რაღაცეებით, ასე ვთქვათ, ძალიან დიდ ჯახში და კონკურენციაში იყვნენ უკვე ერთმანეთთან. აქ ჩვენ გვაქვს საკმაოდ კომფორტული და კარგი სავარძლები, რომლებსაც აი ეს ბალიშები აქვს და რაღაცა, მაგრამ რა თქმა უნდა, არ არის ისეთი, როგორიც S60-შია. S60-ის სავარძლები, ის ტეხვადი სავარძლები არის უკვე არ ვიცი. კაფრინა, კინო, სინემა. ესეც ძალიან კარგი და ძალიან კომფორტულია. კარგი ტყავია გამოყენებული, რბილია და რა ვიცი, პოზიციაც და ფორმაც ძალიან კარგია ამ სავარძლებს. საბუნა მითხრა, რომ ეს ტაფილოს ფერზე თქვიო, რომ ჩემი გაკეთებული არ არის, წინა პატრონი ვინც იყო, იმან გააკეთაო ეს რაღაცაო და ხო, ეს წინა პატრონის გაკეთებულია მოკლედ. საჭეს რაც შეეხება, ესეც აი უნდა ვანახო, რაღაცნაირი ციკლოპია, მართლა ის არის. აი ეს რა არის? უცხო პლანეტელს გავს, რანაირად აქვს გაკეთებული. კაი, წავედით ახლა გავიაროთ ამ ავტომობილებით. მოდი ჯერ ბარემამით გავიაროთ რა, იმიტომ რომ რახან აქ ვზივართ უკვე, თან დადებით რაღაცები მინდა რომ ვილაპარაკო მანქანაზე და რაც წინა იმის მერე შეცვალეს და აი მაგ ბუღამში ვარ და მოდი ამით გავიაროთ. წინა ვიდეოს თუ უყურეთ, გემახსოვრებათ რომ იქ მე ვთქვი, რომ 200 ძალიან ქანაობს და ჩემთვის დისკომფორტი არის მეთქი ზოგადად ამ ავტომობილით მგზავრობა. მართლა მოსახვევში ძალიან რბილი დაკიდება აქვს და ძალიან ქანაობს. ნუ ერთი პერიოდი ადამიანებს მოწონათ ეგ ყველაფერი, რატო არ ვიცი, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ძალიან შემაწუხებელია ეგ ყველაფერი. თუმცა უკვე 211-ში თითქოს ეს ყველაფერი გამოსწორდა. ისე ძალიან აღარ ქანაობს ავტომობილი, უფრო მყარად დგას გზაზე. და თითქოს ცოტა სიხისტე შეეპარება უკვე სიარულში, რაც ჩემთვის პირადად ძალიან კაია. რა თქმა უნდა, არ არის ისეთი, როგორცაც ვისურვებდი რომ იყოს, ანუ ისე კარგად და მყარად არ დგას, მაინც ეს ქანაობა, ასე ვთქვათ, არ არის ჩემთვის მისაღები, მაგრამ იმასთან შედარებით აქ უკვე რაღაცები გამოსწორებულია. ძალიან რბილად და კარგად დადის. ძალიან კომფორტული ავტომობილია. ერთადერთი რაც შეიძლება რომ ვიღაცამ დისკომფორტში ჩათვალოს, არის რომ არ არის ხარტი. კომფორტულია რა, კომფორტულად მგზავრობ. ისეთი ავტომობილია რომ მართლა ნებისმიერ დღევანდელ ნებისმიერ ახალ Toyota-ს, Hyundai-ს მსგავს მანქანას მირჩევნია რომ ეს მყავდეს და ამით ვიარო ყოველდღიურად. ბევრად კომფორტულად და კარგად ვივლი ყოველდღიურად, ვიდრე იმ მანქანებით. აი მართლა თან ასეთ გარბენზე 156,000 კილომეტრი რო აქვს მანქანას გარბენი, ასეთ გარბენზე რა თქმა უნდა რომ მირჩევნია ეს მანქანა მყავდეს, ვიდრე რაღაცა ახალი Toyota, რომელიც რეალურად ხელში გეფშნება. ხო, ერთადერთი Bluetooth-ი და ისინი რო არ არის, CarPlay ახალ მანქანებში რაც არის, ხო, ეგ შეიძლება ვიღაცისთვის დისკომფორტი იყოს, მაგრამ ჩემთვის საერთოდ არ არის დისკომფორტი, იმიტომ რომ საერთოდ არ ვიღანებ მაგ ყველაფერს და მირჩევნია რომ აი ესეთი კარგი მანქანით ვიარო ყოველდღე ძალიან კომფორტულად, ვიდრე რაღაცით, რომელიც ინგრევა იშლება და ჯაღაჭაღებს და პლასმასისაა და ყველა ჩიტის ხმა რომ ესმის გარედან. ხმის იზოლაციაც იდეალური აქვს, საერთოდ არანაირი ხმა არ შემოდის. კიდევ ერთხელ ვიტყვი, არ არის იდეალური ჩემთვის, როგორიც მე მიყვარს მანქანის დაკიდება, მაგრამ კარგია. აი სპეციალურად დავდივარ ცოტა აგრესიულად, რომ აი ეს დატვირთვა არა, აი ძალიან კაია. რაც შეეხება ამ მანქანის კიდევ უდიდეს პლუსს, რომელიც მაშინ Mercedes-ებს ჰქონდათ. რა ზვაროთ?
მანქანა ერთ წერტილში ტრიალდება, ერთ წერტილში ბრუნდება. ეგ სხვათა შორის მარტო იმიტომ რომ აი მაგარი მოხოვის კუთხე ქარა ძალიან კომფორტულია ყოველდღიურობაში გამოსაყენებლად, იმიტომ რომ მით უმეტეს დღევანდელ დროში მაშინ კიდე რამდენი მანქანა დადიოდა, ხო, რეალურად ძალიან ცოტა მანქანა დადიოდა. უფრო კომფორტულია ამ ხელა მოხოვის კუთხე, იმიტომ რომ ნებისმიერ ადგილას შეგიძლია რომ ორ წამში დატრიალდე და არ გიწევს წინ უკან და საცობი და მანქანა მოგადგა და აბაჩქარა და რაღაც. აი ხა განახებთ გარედან რამხელა მოხოვის კუთხე აქვს. ეხა არის ბოლომდე მოხვეული. და რამხელაზე გამოდის საბურავი. ნახე, მანქანა დაჟე ირხევა, ანუ გრძნობ იმ ხელაზე გადადის, გადმოდის იმ ხელა მოხოვის კუთხე. აი იმის დინამიკ დრაივი რა უქენით, იცი, თავისებურ გულშტელში, იმიტომ რომ აი ეს არის კომფორტი. მით უმეტეს დღევანდელ დროში საცობი რო არის, სადღაც უცებ ვიწროჩი ხშირ უნდა მოტრიალდე, მანქანები რომ მოგადგებიან, დაკეცე მოტრიალებული ხარ. აი ეს არის კომფორტი. ხოლო რაც შეეხება უკვე ჩვენს S60 აქ უკვე სხვანაირად მოდის ხმა, რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე, რომ ვერ ვაა და კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ ვიცი, რომ ისიც ვერ უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ არის. მომიყვანეთ და გადავიღებთ. არ არის. რაც გამოჩნდა არის ეს. ეს ვიდეოები ემსახურება იმას, რომ დაახლოებით წარმოდგენა გქონდეს იმ დროს რა მანქანებს გვთავაზობდნენ ავტომწარმოებლები. ერთმანეთის კონკურენტი ბრენდები და კი, რა თქმა უნდა, უკეთესია რომ მაქსიმალურად მიახლოებული კომპლექტაციები იყოს, მაგრამ თუ არ გამოდის მაქსიმალურად რაღაც მიახლოებული და ზუსტად ერთ-იგივე, რა უშავს შეგვიძლია რაღაცა კონკრეტული იმებით ვიმსჯელოთ დაახლოებით წარმოდგენა შევიქმნათ. სიარულიც რა თქმა უნდა რომ BMW-ს სეული აქვს და BMW-ს სიარული ჩემთან ყოველთვის უფრო ახლოს არის ვიდრე Mercedes-ის და ეს ქანაობა და ის ნაკლებად არის ამ ავტომობილში უფრო სპორტული ხასიათი აქვს და უფრო სხარტია, იმიტომ რომ ეს ბრენდი თავიდან ბოლომდე ამ იდეით იყო და ამ იდეით ქმნიდა ავტომობილებს. ჩემთვის, როცა მანქანას ცოტა სპორტული ხასიათი აქვს, უფრო დიდი კომფორტია. კი, Mercedes-ი ცალსახად კომფორტული ავტომობილია, ძალიან რბილად და კარგად დადის და როგორც აღვნიშნე 211-ში უფრო გამოსწორებული არის ეს ქანაობა, რაც ქონდა 200-საც. 211 უფრო ნაკლებად ქანაობს და ბევრად კომფორტული მანქანა არის, თუმცა ჩემთვის პირადად ყოველდღიურ გადასაადგილებლად S60 უფრო კომფორტულია. მით უმეტეს ამას არ ვიძახი, უბრალოდ ეხლა დავჯექი და მანდიდან გამომდინარე, არა. ჩვენ როგორც იცით, ყავს დიზელი S60, 3.0, იმ ავტომობილსაც სხვა შორის ესეთი ტეხვადი სავარძლები აქვს და არის იმ მანქანით გზავრობა აი უკომფორტულესი. მაგრამ ვინმე რომ არ გამინაწყედეთ, გეტყვით რომ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა თავიდან ბოლომდე არის ხასიათზე, ვის როგორი ხასიათი გაქვთ და თქვენ ხასიათს რომელი ავტომობილი ერგება. იმიტომ რომ მე ამ ორ ავტომობილს შორის ცუდს, როგორც ასეთი ცუდი რო ვთქვა, ვერ ვიტყვი ახლა. ცალსახად ხო თქვი 200-ზე რაღაცა იმენა პრობლემები ქონდა. ამ ავტომობილებზე რა ვთქვა, Mercedes-ი ცუდი ნამდვილად არ არის, ძალიან კარგი და კომფორტული ავტომობილია, თუმცა ჩემს ხასიათს ამ ავტომობილის სიარული უფრო ერგება. ვიზუალიც უფრო ერგება, ვიზუალურად ძალიან მომწონს S60. რაც შეეხება უკვე ამ ავტომობილების AMG და M მოდელებს. მინდა რომ აუცილებლად ვიდეოები ცალკე გადავიღო. წინა ვიდეოში რაც მყავდა 29 და 200 იმათი M5 და AMG-ის ვიდეოც გავამზადებ აუცილებლად გადავიღებ. ამათი M და AMG-ის ვიდეოსაც გადავიღებ აუცილებლად და იმათზე უფრო მსუხეთ და კარგად ვისაუბრებ, იმიტომ რომ ძალიან განსხვავებული და გამორჩეული მოდელები იყო და იქ უკვე ძალიან სხვა სიტყვები ითქვა, იმიტომ რომ AMG-ს რო თავი დავანებოთ და არაკომპეტენტური საუბარი რო არ გამომივიდეს და ზეპირი საუბარი, იმიტომ რომ არ მქონია გამოცდილება და შეხება. M5-ზე გეტყვით, რომ როდესაც ეგ ავტომობილი ვმართე, მან დაიწყო ჩემი S60-ისადმი სიყვარული, იმიტომ რომ ძალიან მაგარი მანქანა არის და რატომაც მინდა მაგ მანქანის გადაღება ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ყველამ ვინც ეს ავტომობილი გადაიღო S60-ის M5, ყველამ გადაიღო რაღაცა იმით, რომ დრიფტი, დრაგი, კი ბატონო, რა თქმა უნდა, ეგ ყველაფერი საინტერესოა და უნდა გადაიღოთ, მაგრამ დრიფტი და დრაგი უფრო ნაკლებად საინტერესოა მაშინ, როდესაც საბინე შმიდტი ნურბურგრინგზე ტაქსილეფებს ზუსტად S60-ით დადიოდა. ანუ იმ დროს შეგეძლო, რომ ჩასულიყავი გერმანიაში და გადაგეხადა თანხა და საბინე შმიდტი S60-ით ნურბურგრინგზე გატარებდა საუკეთესო დროში. მაგ გამოცდილებას მიიღებდი. რადგან საბინე შმიდტი S60-ით დადიოდა, ეს ნამდვილად არის ტრეკის მანქანა, იმიტომ რომ ბატარე და გავიარე, საერთოდ სხვა გამოცდილება იყო S60-ის მართლა. სუპერ ქარის ხასიათი აქვს და ეგ მომწონს მაგ მანქანაში ძალიან და მაგიტომ მინდა რომ ცალკე გადავიღო მაგაზე
უკვე კარგი მსუყე ვიდეო. ამ ვიდეოების მთავარი აზრი არის ის, რომ დღევანდელი თაობა ჩვენ როგორ უყურებთ და რა შემოგვრჩა ამ მანქანებისგან, როგორ მდგომარეობაში შემოგვრჩა თუნდაც, რას გაუძლო, როგორია ახლა დღევანდელი გადმოსახედი და როდესაც ყავს ახალი მანქანები, როგორიც არის დაუშვათ Toyota, Hyundai, თუნდაც ახალი Mercedes და ახალი BMW, ჩინური ავტომობილები შემოვიდნენ ძალიან დიდი რაოდენობით ბაზარზე და თუნდაც აი მაგათთან შედარებით დღეს რა განცდა არის ამ ავტომობილების მართვა და კი, ძალიან მაგარი არის ეს ავტომობილები, მით უმეტეს ახალ ავტომობილებთან შედარებით, მე პირადად მირჩევნია ძალიან ბევრს. ცოტა ისე კი გავაჩერე რაღაცას მაგ უცებ მოვაყენე ესეც, მაგრამ საბოლოო ჯამში რომ შევაჯამოთ მეგობრებო, აქ უკვე ის არის, რომ ორივე მანქანას თავისი ხიბლი აქვს და ვერ ვიტყვი რომ ჩაგრავს BMW Mercedes მე არა, იმიტომ რომ უნდა დაუფასოთ Mercedes-ის, რომ 200-ში რაც იყო, რაღაცები გამოასწორეს და ისე აღარ ქანაობს მანქანა და სარწევაოთი აღარ დადიხარ. ეს მგონი დასაფასებელია და დიზაინშიც რაღაცების გამოსწორებას რო ეცადნენ, რამდენად გამოვიდოთ სხვა საკითხია, მაგრამ რო ეცადნენ, ესეც უკვე ძალიან კაია, მაგრამ რა თქმა უნდა, ეხლა გინდათ BMW-ში ნიკო მოვაწერეთ, რაც გინდათ მოვაწერეთ, ეს ამოცი ულამაზესია და უდახოცილესია, რა თქმა უნდა, თავში ტეხვადი სავარძლები. რაც თავარია, უნდა გამოიწეროთ ჩემი არხი, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ვიდეოებში ვათამაშებთ 50 ლიტრის საწვავს Connect-ისგან. მეგობარი კომპანიები არ მეთქვამს, არის Connect-ი, რომელიც გადმოგცემთ 50 ლიტრის საწვავს. თუ ამ ვიდეოზე დაწერთ დებილობა კომენტარს, აი მაგალითად ასეთ. რა აზრი ქონდა ახლა ამის მოყვანას და ის უნდა ყოფილიყო 8 ცენტრიანი Mercedes-დან თუ შენარება არ უნდა განაიღო თუ არ მოყავს შენ ისეთი არ გაგუფლება და ასე შემდეგ, აი ასეთ დებილობა კომენტარები შეგიძლიათ დაწეროთ. და აი ამ დებილობა კომენტარით შეგიძლიათ 50 ლიტრის საწვავი მოიგოთ. ასეთი შესაძლებლობა რომელ არხზე აქვს ადამიანებს და ნუ გაგიქცა ეს ამოთისკენ. ასეთი შესაძლებლობა რომელ არხზე აქვს ადამიანებს მითხარით, აი არც ერთ არხზე. ხოლო მეორე მეგობარი კომპანია არის Karo, რომლითაც შეგიძლიათ გამოიძახოთ ავტო ასისტენტი, რომელიც მოვაწაიყოს თქვენს მანქანას და სანამ თქვენი მანქანა კეთდება, თქვენ ჩაუჯდებით ჩემ ვიდეოებს, უყურებთ და დამეწერთ აი ამ დებილობა კომენტარებს, რაზეც წეღან ვისაუბრე. და მინდა ძალიან რომ 29 მაისს მაქვს დაბადების დღე, მაქვს ოქროს დაბადების დღე და ვხდები 29 წლის. მინდა გთხოვოთ, რომ თუ შეგიძლიათ საჩუქარი გამეკეთოთ დაბადების დღისთვის და ამიყვანოთ 10000 გამომწერს. 29 მაისს ვიდეოს ჩავწერთ და გეტყვით მადლობას.